ამერიკის შეერთებულ შტატებში საუბარი დაიწყო კიდევ ერთ ორგანიზაციაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების ლიდერები მწვავედ აკრიტიკებდნენ. ამერიკის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნედის კორუფციაზე დაწერა. შალვა პაპუაშვილი კი წერს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის აღიარების შემდეგ ყველა საელჩომ საჯარო უნდა გახადოს მისი ქვეყნიდან არჩევნებზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე დახარჯული თითოეული ცენტი. არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან დიდი ნაწილი, ეგრეთ წოდებული ელიტური NGO-ები, რასაც ჩვენ ვეძახით, ამ ორგანიზაციების ძალიან დიდი ნაწილი ჩართული არიან არა დემოკრატიული პროცესების გაღრმავებაში, არამედ პირიქით დემოკრატიული პროცესების ხელშეშლაში, ქვეყნებში საზოგადოებრივი წესრიგის ძირის გამოთხრაში, რაც საბოლოო ჯამში ხელს უშლის და რეალურად არღვევს ამერიკასა და სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკასა და საქართველოსთან ურთიერთობებსაც აზარალებს. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის ჩარევები, ინტერვენციები, ხშირად უკანონო ინტერვენციები და ფინანსური ნაკადების შეტანა ზოგიერთ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, არღვევს იმ ტრადიციულ მეგობრობას, რაც იყო ხოლმე საქართველოსა და ამერიკას თუ ამერიკასა და სხვა ქვეყნებს შორის.